ანუ დღეს გვექნება მესამე საუბარი უთანასწორობაზე ეკონომიკის კუთხით. ამ თემაზე ხვალიდან გავაგრძელებთ უკვე სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებთან საუბარს. ხვალ გვექნება ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სტუმარი ზურაბ ბაქრაძე, ზედ იქნება ეკოლოგიურ საკითხებზე საუბარი, სადაც მოხსენებელი იქნება ქეთი გუჯარაიძე, ასევე ძალიან საინტერესო ადამიანი და დიდ წილად ის ჭიათურასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრებს, როგორც ეკოლოგიის თვალსაზრისით და უკვე შემდეგ გავაგრძელებთ მომავალ კვირაში ამ საუბრებს. ორშაბათს ტრადიციულად ხელოვნების ხალხი ისაუბრებენ თავიანთ თემებზე და სამშაბათს გვექნება ასევე თქვა ძალიან საინტერესო სტუმარი სიკო ჯონაშია, ჩვენი მუდმივი ასე ვთქვათ თანამებრძოლი და ამ პროტესტის მუდმივი წევრი, სამბავის პროტესტის და უკვე განათლების საკითხებზე ისაუბრებს სიმონი სამშაბათს. დღეს რომ გავაგრძელოთ ანუ ჩვენი საუბრები უთანასწორობაზე ეკონომიკის თვალსაზრისით, ერთ იმას გავიხსენებთ წინა საუბრებიდან, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი პრინციპების აღება, საბაზისო პრინციპების აღება იმისთვის, რომ არ მოვხდეთ რაღაც განსხვავებულ რეალობაში შემდეგ, თქვათ ამაზე ვისაუბრებთ წინა დღეს. ხოლო ეხლა კი გავაგრძელოთ საუბარი იმაზე ზოგადად, ანუ ყველაზე უფრო ესეთი განმარტება ეკონომიკის პოპულარული, რაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული ალბათ იმის გამო, რომ ყველაზე უფრო მოკლეა, ეს არის რომ ეკონომიკსი არის მეცნიერება შეზღუდული რესურსების განაწილების შესახებ. ამ რესურსებში, რა თქმა უნდა, მარტო ბუნებრივი რესურსები არ შედის, ყველანაირი რესურსი შედის, მათ შორის ადამიანური, ბუნებრივი და ასე შემდეგ. როდესაც უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღნიშნოთ, რომ ადამიანი დაბადებისთანავე ხდება სხვადასხვა ტიპის უთანასწორობაში, რაღაც რომელიღაც უთანასწორობაში და სხვადასხვა ამ უთანასწორობის სხვადასხვა დონეზე. ხო, მაგალითად, აი ვთქვათ, როდესაც ადამიანი ბავშვი იბადება საქართველოში, ის უკვე იქიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ, აი აქ დაიბადა გარკვეულ, ასე ვთქვათ, მდგომარეობაშია სხვა ქვეყანაში დაბადებულ ბავშვთან დაუშვათ სიტყვაზე იგივე სოციალური ფენის შესაბამისი ფენის მქონე ბავშვთან სიტყვაზე ამერიკაში დაბადებულთან სხვა ურთიერთობაში იმყოფება, ანუ სხვა იმაზე ნაკლებად პრივილეგირებული შეიძლება ჩავთვალოთ, თქვათ, სწორი სიტყვა პრივილეგირება, ან თქვათ ეთიოპიაში დაბადებულ, ან სომალიში დაბადებულ ბავშვთან სხვა მდგომარეობაშია და ასევე თქვათ ქვეყნის შიგნითაც მისი სოციალური ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვათ, ასევე სხვა იმაში იმყოფება, თქვათ, სხვა ბავშვებთან შედარებით. ანუ ეს დაბადებისთანავე, ანუ ჩვენი არჩევანი არ არის ის, თქვათ, უთანასწორობის რა იმაზე საფეხურზე რა ტიპის უთანასწორობაში რა საფეხურზე მოვხდეთ. და შესაბამისად, თქვათ, აქედან გამომდინარე, ასევე თქვათ, სხვადასხვაიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა ჯგუფები ადამიანების, რომლებიც თქვათ, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სოციალური ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტერიტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა პირობებში იმყოფებიან და თქვათ, ნორმალური სახელმწიფოს ფუნქცია სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ამ ადამიანების შესაძლებლობები მეტნაკლებად გაათანაბროს და თქვათ, თანაბარი პირობები მისცეს ნორმალური განვითარებისთვის, რასაც შედის თქვათ, სიტყვაზე ის განათლება იქნება, ეკოლოგია იქნება, თქვათ, თუ ნებისმიერი რამ, თქვათ, რაც ჯანდაცვა იქნება, თქვათ, თუ ნებისმიერი რამ, რაც თქვათ, მის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ანუ
სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ეს არის, რომ ის სოციალური კონტრაქტი შეასრულოს, რაც ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის არსებობს. ამ მხრივ აი წინა საუბრების დროს ასევე აღვნიშნეთ, რომ თქვა ძალიან ის იყო, რომ სამაგალითო და ნიშანდობლივია იმის გათვალისწინება, რაც 50-იან და 60-იან წლებში მოხდა და როგორც განვითარდნენ წინა საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში დასავლეთის ქვეყნები. ანუ რატომ ამბობ ამას, რომ აი წინა დღეებიდან გამომდინარე თქვა, ხო, აი ძალიან ის არის ჩვენთან გავრცელებული და რაღაც ტიპიური ის არის, რომ დღევანდელი მდგომარეობის, ანუ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის მოდელის შედარება ხდება მხოლოდ საბჭოთა ეკონომიკურ მოდელთან, ხო? ანუ ეხლა რაღაცა ის რომ მოხდა გაუგებრობა სიტყვადება. ზოგადად იმ წუთში თქვა თემობისა, რომ აი საბჭოთა კომუნისტური ანუ არ ხდება სწორი შედარება სხვადასხვა მოდელს შორის. ანუ იგივე დღევანდელი მოდელი ჩემი აზრით უნდა შევადაროთ იმას, რაც ხდებოდა იგივე წამყვან ქვეყნებში 50-იან და 60-იან წლებში და აქედან გამომდინარე ვთქვათ აუხსნათ რატო არის ეს განსხვავებები და თვითონ ამ ქვეყნებში ძალიან ბევრი რატო თვლის, რომ უთანასწორობის დონე გაიზარდა იმ ქვეყანაში, თორე ჩვენთან შედარებით რა თქმა უნდა წარმოუდგენლად წინარია ვთქვათ ამ თვალსაზრისით, ხო და ერთ-ერთი თეორია, რომელიც ამას კარგად ხსნის და რომელსაც ეყრდნობოდა აი იმ დროს 50-იან 60-იან წლებში ვთქვათ ამ მოდელის ერთ-ერთი ინიციატორი შეიძლება ითქვას ვთქვათ და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ჩემი აზრით, ვინც განაპირობა მსოფლიოს იმ გზით განვითარება, რაც 50-იან 60-იან წლებში მოხდა დასავლეთის ქვეყნებში, ეს იყო ვთქვათ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი, უბრალოდ 40-იანი წლების დასაწყისში პრეზიდენტი რუზველტი, რომელიც ეყრდნობოდა და ძალიან ის გავლენის ქვეშ იყო ნორვეგიული წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი თორსტენ ვეგლენის თეორიასთან, რომელიც ესეთ რამეს ამბობდა, რომ მანამდე ძალიან 20-იან წლებში და მანამდეც და დღესაც თქვათ აი გავრცელებული თეორიის მიხედვით ყველა ადამიანი, როდესაც ეხება გადაწყვეტილებას, რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს და ეს რაციონალურში იგულისხმება მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგების მიღება. ვეგლენის თეორიის მიხედვით ის ამას ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ არავითარი მსგავსი რამ არ არსებობს, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ ვთქვათ ამ თვალსაზრისით და ამაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და ამბობდა ესეთ რამეს, რომ ადამიანებს აქვთ 6 ძირითადი ინსტინქტი, აქედან 3 დადებითი და 3 უარყოფითი და იმის და მიხედვით თქვათ როგორ გარემოში მოხდებიან ადამიანთა უდიდესი ნაწილში ამის და მიხედვით აქტიურდება სხვადასხვა ინსტინქტი და რა ინსტინქტებია ეს, რომ დადებითებში შედიოდა თქვათ ეს არის ოსტატობის ინსტინქტი, ეს არის შობლის ინსტინქტი და მესამე არის უბრალოდ ცნობის მოყვარეობა, ესე ითარგმნება ქართულად და რომ თქვათ რას ნიშნავს თითოეული ეს, რომ თქვათ ოსტატობის ინსტინქტში ის ამბობდა, რომ რა პირობებშიც არ უნდა მოხდეს, თუ ოსტატობის ინსტინქტი დომინირებს ადამიანში, რა პირობებშიც არ უნდა მოხდეს, ის მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მატერიალურ მხარეს, ის ყოველთვის ცდილობს იმ საქმის მაქსიმალურად კარგად გაკეთებას, რაც მას აინტერესებს და რასაც ის ასრულებს. შობლის ინსტინქტი დაკავშირებული არა მარტო შობლის, არამედ მომავალი თაობებისადმი გამოცდილების და დაგროვილი სიმდიდრის და ყველაფერი იმ სიკეთის გადაცემასთან, რაც ადამიანს თუ თაობას დაუგროვდა და უბრალოდ ცნობის მოყვარეობა ეს ყველაზე მეტად დაკავშირებულია
მეცნიერების განვითარებასთან, როდესაც თქვა, რომ თავარი არის არა პრაქტიკული შედეგი, არამედ თქვა რაღაც კონკრეტული პრობლემის თუ კონკრეტული საკითხის შესწავლა იმისთვის, რომ უბრალოდ ეს გაინტერესებს და მეტი არაფერი. და ასევე გამოყო, როგორც ვთქვით, სამი უარყოფითი ძირითადი ინსტინქტი, რომლებიც არის ერთი არის მტაცებლური ინსტინქტი, ან მოხვეჭის ინსტინქტი, მეორე არის შურთან არის ახლოს ზუსტად ქართული თარგმანი წამხედურობის და შურის ინსტინქტი, როდესაც თქვა შენ გადაწყვეტილებებს არა საკუთარი სურვილების მიხედვით იღებ, არამედ თქვა საზოგადოებაში დამკვიდრებული ან სხვა ადამიანის რა გააჩნია ის ისავლეს შენზე ახდენს შენზე დიდ გავლენას, რომ გადაწყვეტილება მიიღო და მესამე ასევე უარყოფითი ინსტინქტი ეს ისევით არის ჩვევა, რომელიც განვითარებაში გიშლის ხელს და ეს ინსტინქტები თითოეულ ადამიანში არის თქვა სხვადასხვა დოზით, ოღონდ არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, მცირე ჯგუფები, სადაც რომელიმე ერთი ინსტინქტი დომინირებს და ვთქვათ სიტყვაზე ოსტატობის ინსტინქტის შემთხვევაში, როგორც ვთქვით, მნიშვნელობა არ აქვს მისთვის არანაირ სხვას არაფერს, არც მატერიალურ მხარეს, არც სოციალურ მხარეს არაფერს, მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის საქმე აკეთოს კარგად, რა საქმესაც მოკიდებს ხელს. ან ვთქვათ უბრალოდ ცნობის მოყვარეობის შემთხვევაში, ვთქვათ, აი ფიზიკოსისთვის ან მათემატიკოსს ან ის პრობლემა შეისწავლოს, იმ პრობლემაზე იფიქროს და ვთქვათ, აი ის კვლევები აკეთოს, რაც ამასთან არის დაკავშირებული და არანაირი მნიშვნელობა მისთვის არ აქვს, ვთქვათ, არც მატერიალურ მხარეს, არც იმას ვთქვათ, რომ აი რა პრაქტიკული გამოყენება ექნება შემდეგ, ვთქვათ, ამას მეცნიერებაში თუ მეურნეობაში თუ არა, ვთქვათ, აი ის პრობლემის გადაჭრა, ვთქვათ, აი კირკიტი აინტერესებს მას. და ასევე არის თქვათ უარყოფითის შემთხვევაშიც, აი მარტო მტაცებლური იმაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, ხო? ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს მნიშვნელობა რა პირობებში მოხდება, აი ეს მტაცებლური ინსტინქტი აქვს ჭარბად და აუცილებლად თქვათ აი ამ მოხვეჭაზე არის ორიენტირებული. ეხლა რას ამბობდა ვებლენი და რაში იყო თქვათ სახელმწიფოს როლი მთავარი ამ ინსტინქტთან, რატო იხილავდა ამ ინსტინქტებს თქვათ და ეკონომიკის განვითარებისთვის რატო თვლიდა, ან ადამიანური ინსტინქტს რატო თვლიდა, რომ ეს იყო მთავარი, რომ იგივე თუ სახელმწიფოსგან არ ექნება გარკვეული ტიპის მხარდაჭერა და დაცვა მოხვეჭილობის ინსტინქტის მქონე ადამიანებისგან, სიტყვაზე ოსტატობის ან ის რა ქვია ცნობის მოყვარეობის ჭარბად მქონე ინსტინქტის ჭარბად მქონე ადამიანებს გამოვიდოდა, რომ მათი შრომის გამოყენება, მათი ეს ყველაფერი ნამოქმედარი მოხდებოდა ავტომატურად, ავტომატურად არა, იმათი მოხვეჭის ინსტინქტის მქონე ადამიანების სარგებლობის თუ გამოიყენებდნენ მოკლედ ამათ შრომას ეს ადამიანები და ვთქვათ, აი უფრო ცოტა გუნდოვანი რომ არ იყოს და ისე რომ ვთქვა, აი მარტივი და ისეთი მაგალითი, თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ყველა თქვენგანისთვის ალბათ გასაგები იქნება, ვთქვათ, აი საუკუნის პირველ ნახევარში დაახლოებით ერთი და იგივე დროს მოღვაწეობდნენ, ერთი და იგივე ქალაქში მოღვაწეობდნენ, შეიძლება ვთქვათ დღეს თანაბარი აღიარება, ვთქვათ ორივეს და ორივე ერთნაირი დონის გენიოსად ითვლება სიტყვაზე, დაუშვათ მოდილიანი და პიკასო, ხო, რომ პიკასოს ორივეს ჰქონდა ვთქვათ მხატვრობის განსაკუთრებული ნიჭიერი და ოსტატობის ინსტინქტი განვითარებული ძალიან ძლიერად, მაგრამ იმის გამო რომ ვთქვათ სიტყვაზე პიკასოს ასევე ჰქონდა და ის წლების აი ზუსტად აი ამ თავისუფალი ეკონომიკის და სახელმწიფოს ჩაურევლობის და რაღაცა ველური კაპიტალიზმის
იმათ ითვლება, ვთქვათ, აი მაგალითი არის, ხო? და იმის გამო რომ ვთქვათ, უკასო ბუნებრივად ქონდა, ვთქვათ, აი ეს მოხვეჭის ინსტინქტიც ქონდა, მან მოახერხა რომ ვთქვათ მისი მატერიალური მხარე სავალალო მდგომარეობაში მარტივად რომ ვთქვათ არ ჩავარდა, პირიქით ვთქვათ ჩვენი ერიის მატერიალური ხარჯის მას ვთქვათ, როდესაც ვთქვათ ყველა ვიცით რა როგორ დაამთავრა სიცოცხლე მოდელიანი და სწორედ აი ესეთი ის რომ არ ხდებოდეს, რომ სამართლიანად ხდებოდეს ვთქვათ ადამიანის შრომის საქმიანობის დაფასება, ხო? ამისთვის იყო ვთქვათ მთავარი როლი, ამისთვის ანუ სახელმწიფოს მთავარი როლი ზუსტად ეს უნდა ყოფილიყო. გარდა ესეთი შემთხვევებისა, ვთქვათ, როდესაც აი ორივე ადამიანი განსაკუთრებულად ჭიერია, მაგრამ ერთს აქვს ამის უნარი, რომ მატერიალურად თავი უზრუნველყოს, მეორეს არა. ასევე არსებობს უამრავი სხვა შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, სიტყვაზე ადამიანს უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ რაღაცა ტიპის ისეთი სამუშაო შეასრულოს, რომელიც მას საჭირო მატერიალურ, მისთვის საჭირო მატერიალურ მიანიჭებს რა. და სწორედ აქ ჩნდება აი ეს მომენტი, რომ ამ სკოლის ეკონომისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ამას უნდა მიაღწიოს, რომ ეს გათანაბრება, ეს გათანასწორება სამართლიანი გადანაწილება მოახდინოს და ამის ერთ-ერთი მოყვანილია ვთქვათ პროგრესული გადასახადების სისტემა, რომელიც აი ამ მომხოჭელ ადამიანებს ზედმეტი ის მოპოვების საშუალებას არ აძლევს და ამას დაუპირისპირდნენ, ვთქვათ, აი იგივე საწინააღმდეგო აზრის ექვდოვანდელი ნეოლიბერალები ან მაშინ კლასიკოსები, ვთქვათ, იმით რომ გადასახადები ეს არის სახელმწიფოს მიერ ის ადამიანებისგან მათ მიერ მოპოვებული წარსულების ერთ-ერთი გზა. ამ დროს აი ვთქვათ რაც განასხვავებს მათ იმას რა ქვია ამომავალ წერტილს, საიდანაც ისინი ამოდიან, ნეოკლასიკოსები და ნეოლიბერალები თვლიან, რომ აი ეს იგივე ვთქვათ, ყველა ადამიანმა ის რაც მოიხოჭა, ეს გაიმსახურა, ხოლო იგივე ვთქვათ, ბევრი სხვა ალტერნატიული სკოლის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს მათ გამსახურების გამო კი არა, უბრალოდ აი ამ თვისების ვთქვათ, რომ აქვთ მოხოჭის განსაკუთრებული უნარი და სხვისი შრომის, სხვისი ნიჭის საკუთარ სასარგებლოდ გამოყენება ამის ანუ ამოსავალი წერტილი არის ის, რამდენად სამართლიანად მოიპოვა, თქვათ ის სიმდიდრე, რაც მოიპოვა ზემდიდარმა ადამიანმა და როგორც წესი და ამას სხვადასხვა ბევრი ზემდიდარი თვითონაც ამბობს რა, რომ მათი საწყისი მოპოვების საწყისი კაპიტალის მოპოვების არც თუ ისე კეთილსინდისიერი გზებით მოხდა და აღარ მახსოვს ვის ის ცნობილი მილიარდერის ნათქვამია, რომ საწყისი კაპიტალი ყველა შემთხვევაში არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული. მოკლედ ასე იყო თუ ისე 40-იან წლებში დამკვიდრდა აი ეს და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვათ აი რუზველტის დამსახურება ამაში და გარდა ამისა თქვათ მანამდე დიდი დეპრესიის დამსახურებაც არის, რადგანაც აი თქვათ აი ამ ბიძმა დიდი დეპრესიის საშუალება მისცა რუზველტს, რომ თქვათ აი ეს განახორციელებინა. ამ დროს მოხდა თქვათ აი ამ პროგრესული გადასახადების დამკვიდრება ამერიკაში და აი 50-60-იან წლებში მეგონი წინა საუბრებში ვთქვით, მაქსიმალური გადასახადი ზემდიდრებისთვის 90%-ზე მეტიც კი იყო გარკვეულ პერიოდებში და ერთ-ერთი ის კიდევ თქვათ აი რაც არის და არა მარტო ჩვენი, არამედ გლობალური პრობლემა, რომ
ამ ტიპის ინფორმაცია, ვთქვათ, აი ეკონომიკური ჩვენ გახსოვთ და სუპირველად ის თვითონ ერთ-ერთი ბიძგი ის იყო, რომ დავუშვათ ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის კოლბაიას ის იყო, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ეკონომიკის ბაკალავრი გახდა, ისე რომ ეკონომიკის ისტორია და ალტერნატიული ბოდიშის თეორიები არის სწავლია, ხო და ეს პრობლემა ანუ მარტო ჩვენთან არ არის, დასავლეთშიც არის და ერთ-ერთი მაგალითი არის მაგალითად ამის ძალიან თვალსაჩინო არის ის, რომ აი ახლა ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე წლის წინ დავოსში ეკონომიკური ფორუმის დროს, სადაც იკრიბებიან, თქვათ, აი წამყვანი ადამიანები, ვინც მსოფლიოს მომავალ ბედს განსაზღვრავენ, თუ რა მიმართულებით სწავლა, თქვათ, ეკონომიკური განვითარება, ბიზნეს განვითარება და შესაბამისად უნდა ვთვლიდეთ, რომ მათ გარკვეული, ასე ვთქვათ, ბიზნესზე, ეკონომიკაზე საკმაოდ ძლიერი ცოდნა უნდა გქონდეთ და ასევე იქ ჩადიან ჟურნალისტები, რომლებსაც საკმაოდ კარგი ცოდნა უნდა გქონდეთ ამ საკითხების. აი ერთ-ერთ ფორუმზე, პანელზე ბოდიში მოხდა ესეთი რამ, რომ აი ეს ამ ტიპის საკითხები იხილებოდა და ამ პანელში მონაწილეობდა ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი, მილიარდერი მაიკლ დელი, ვინც არის კორპორაცია დელის დამფუძნებელი და ეს მმართველი დღეს და მას კითხეს აი იმის შესახებ, რომ აი თქვა კანონპროექტი შედის აღარ მახსოვს სენატში თუ კონგრესში, რომ 70%, 75% იყოს ზემდიდრების გადასახადი და რას ფიქრობთო და მისი პასუხი იყო, რომ კი მარაო, ეხლა უარყოფითად უყურებო და რატო და ჯერ ქვეყანა არ მინახავს, ანუ ისეთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, სადაც ამან წარმატებულად იმუშავაო რა და მასაც როგორც ჩანს ამაზე გქონდა წარმოდგენა, რომ ეს იგულისხმობდა აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს და იქ დარბაზში მყოფთა უმრავლესობამ სხვათა შორის ამაზე გაიცინა იმ მხრივ, რომ აუგეს ხარი. რაც რომ ხო, რა თქმა უნდა, ეს ხო რაღაცა ისეთი ფანტასტიკის სფეროდან არის და წარმატებობაზე ასეთი იდეა. ამ დროს პანელში იყო სხვათა შორის არა ეკონომისტი განათლებით, ტექნიკური სპეციალობის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ესეთი ქვეყანა, სადაც ამ გადასახადებმა იმუშავა და სწორედ იმ დროს, როდესაც არა მარტო გადასახადების ხარჯზე, რა თქმა უნდა, არამედ აი სწორ საბაზისო პირობებზე დაყრდნობით შეიქმნა ხანა, რომელსაც კაპიტალიზმის ოქროს ხანას ეძახი. ეს რატომ მეშვედი ამას თქვათ, რომ აი რატომ ვამახვილებ ხშირად ყურადღებას ამ 50-იან და 60-იან წლებზე წინა საუკუნის, რომ ეს არის აი მართალია მაშინ ეს ოქროს ხანა იყო, თქვათ, მხოლოდ ამ ჯგუფის ქვეყნებისთვის, თქვათ, რასაც ჩვენ გლობალურ ჩრდილოეთს ვეძახით დღეს, ხო, მაგრამ მაინც ეს არის აი მაგალითი და შიგნით ამ ქვეყნებშიც უამრავი პრობლემა იყო, ხო, თქვათ, ადამიანის უფლებების კუთხით, მაგრამ ეს არის რეალური მაგალითი იმისა, რომ სურვილის შემთხვევაში და სწორი იმის შემთხვევაში როგორ შეიძლება თქვათ მოკლე დროში, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს 40-იან წლებში ომის შემდგომ დაიწყო და 50-იან წლებში, ანუ ფაქტიურად 5 წელიწადში მოხდა ისე, რომ არნახული წინსვლა და ნაბიჯები გადადგეს ამ ქვეყნებმა. ანუ ეს არის აი მაგალითი იმისა, რომ სურვილის შემთხვევაში როგორ შეიძლება, ოღონდ ეს არ გააკეთა ერთმა ქვეყანამ, არამედ ჯგუფურად და შეთანხმებულად როგორ შეიძლება, თქვა, მთელი საზოგადოება, მთელი ქვეყნები ისე წავიდნენ წინ, რომ კეთილდღეობა და სამართლიანობა და ესეც მინდა, ამასაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ იმ დროს იმიტომ ერქვა, თქვა, ოქროს ხანა, ერთ-ერთი კრიტერიუმი ისიც იყო შეფასების დროს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას, უდიდეს ნაწილს ჰქონდა ერთ-ერთი კრიტერიუმი სამართლიანობის განცდა. ისინი თვლიდნენ, რომ მათი ცხოვრება, მათი განვითარება ამ ქვეყნებში
მიდიოდა სამართლიანი მიმართულებით და მათდამი დამოკიდებულებაც იყო სამართლიანი და რახან ეხლა გვეჩქარება ამით დავასრულებ მე და როგორც თქვი ხვალიდან თქვა იგივე უთანასწორობასთან დაკავშირებით ხვალ იქნება როგორ გავლენას ახდენს ეს უთანასწორობა თქვა ურბანულ განვითარებაზე და ძირითადად ალბათ თბილისის მაგალითზე ვისაუბრებთ ზურაბ ბაქრაძესთან მოსწავლე ზურაბ ბაქრაძე ისაუბრებს ამ საკითხებზე შემდეგ იქნება საუბრები ეკოლოგიაზე თუ რა გავლენას ახდენს თქვა ეკოლოგიაზე ეს ეკონომიკური უთანასწორობა და როგორც თქვით უკვე სამშაბათს იქნება თქვა საუბარი განათლებაზე თქვა ამ მდგომარეობა ამ განათლების სფეროში დიდი მადლობა მინდა მადლობა მოგიხადოთ ყველას გაძლიერებისთვის და თქვა ამ სამსაუბრის მადლობებში და მინდა ასევე მიუხედავად იმისა რომ ყოველდღე ერთმანეთს ხედავთ ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ და ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო ყოველი თქვენგანის მიმართ თქვა იმისთვის რასაც აკეთებთ ყოველდღიურად. დიდი მადლობა.